ბატონებო და ქალბატონებო, ბედნიერ ოთხშაბათს გისურვებთ. გამარჯობათ. მე ნავტიკა ვარ, კომპანიის ლივგუდ ტერიტორიული გავითარების დირექტორი და დღეს სულ რამდენიმე წუთს დავუთმობ, რომ გასწავლოთ, როგორ გაავრცელოთ ლივგუდის სიყვარული ყველა იმ ადამიანს შორის, ვისაც კი იცნობთ დედამიწაზე, მანამ სანამ ეს ამბავი სხვებისგან იქნება ცნობილი. ძალიან მოკლედ, კიდევ ერთხელ, მე ვარ ნოუდერ ხაზანი, ვცხოვრობ სამხრეთ კალიფორნიაში ჩემს მშვენიერ მეუღლესა და 5 შვილთან ერთად. აქ ვარ მხოლოდ იმისთვის, რომ დაგეხმაროთ, როგორც უკვე ვთქვი, გიყვარდეთ და გაუზიაროთ ეს სიყვარული სხვებსაც. ნაბიჯი პირველი, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება ლივგუდის ოჯახში. როცა პირველად შეხვალთ თქვენს პირად კაბინეტში, ეწვიეთ ვებსაიტ www.livgood.com. მაგრამ სანამ დეტალებზე გადავიდეთ, მოდი დავიწყოთ მთავრით. ჩვენ ვთავაზობთ უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, რაც დოკუმენტურად დადასტურებულია, ნებისმიერი ტესტი, რაც კი არსებობს, უკვე ჩატარებულია და ამ ყველაფერს გთავაზობთ ყველაზე დაბალ ფასად, თანაც 100%-იანი თანხის დაბრუნების გარანტიით. მაშინაც კი, თუ ქილები გახსნილია. დღესდღეობით ჩვენ ლივგუდ საზოგადოებაში უკვე 2 მილიონზე მეტი ადამიანია გაწევრიანებული და 2030 წლისთვის ეს რიცხვი 50-დან 150 მილიონამდე გაიზრდება. თქვენ კი ამ დიდი სიყვარულის და სამომავლო კომერციის რევოლუციის წინა ხაზზე იმყოფებით. მოკლედ, მოდით აქედან დავიწყოთ. როგორ შეხვიდეთ პირად კაბინეტში? გადადით საიტზე www.livgood.com. დააჭირეთ ღილაკს ლოგინ შესვლა, რომელიც მარჯვნივ ზედა კუთხეშია. თქვენი ოპერაციული სისტემის მიხედვით ადგილი შეიძლება ოდნავ განსხვავდებოდეს. შეიყვანეთ თქვენი მომხმარებლის სახელი, ანუ username და პაროლი, რომლებიც გამოიყენეთ რეგისტრაციის დროს. თუ დაგავიწყდეთ ინფორმაცია, დააჭირეთ ბმულს login help, იქ შეგიძლიათ მიუთითოთ თქვენი მომხმარებლის სახელი, ან ID-ის ნომერი, ან ელფოსტა, რომელიც გამოიყენეთ რეგისტრაციისას. სისტემა ავტომატურად გამოგიგზავნით შესვლის ინფორმაციას თქვენს ელფოსტაზე. შემდეგი და რაც მთავარია, ჩვენ unlike სხვა ტრადიციულ ბადურ მარკეტინგის კომპანიებისა არ ვაყენებთ პროდუქტის შეძენის სავალდებულო პირობებს, მაგრამ სტატისტიკურად ადამიანები, ვინც ერთხელ ხედავენ ლივგუდის ფასეულობას, ვეღარ აუქმებენ ამ ხედვას. ადრეულად საშუალოდ ერთ მომხმარებელზე 6-7 შეკვეთა ხდებოდა. ახლა კი 10 შეკვეთა. დიახ, ადამიანები ერთდროულად 10 პროდუქტს უყვეთავენ და ამას აკეთებენ საკუთარი სურვილით, რადგან ხედავენ უმაღლესი ხარისხის ინგრედიენტებს, სრულ ლაბორატორიულ დოკუმენტაციას, საუკეთესო ფასს, 100%-იან გარანტიას, ტრენინგებს პროფესორ გუდკინთან და მის მეუღლესთან ლიზასთან. ეს არის win-win სიტუაცია, ყველა მოგებული რჩება. ლივგუდის განსხვავება ტრადიციული სისტემისგან. ადრე კომპანიები ამზადებდნენ პროდუქტს $35-40 და ყიდდნენ $200. რატომ? იმიტომ რომ 10-ჯერ ან 8-ჯერ დიდი მარკაპი ზედნადები ჰქონდათ ჩადებული. მაგალითად, ეთერზეთების ნაკრები, რომელიც $20 მზადდება, მოგიწევდათ $200 გაყიდვა. მეგობრებს აყიდინებდნენ იმ ფასად, სადაც თვითონაც თითქმის არაფერს შოულობდნენ, მაგრამ საბოლოოდ მომხმარებელი ყოველთვის ზარალდებოდა. ეს არის ძველი მოდელი. ახალი მოდელი კი არის ჩვენი კლუბური წევრობა და ამაზე არავის აქვს კამათი. საბავშვო მოდელზე გადასვლა არის კომერციის მომავალი. ლივგუდის მთავარი უპირატესობა კვლავაც ერთი მარტივი ჭეშმარიტებაა. ყველაფერი იწყება უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, რომელიც დოკუმენტურად დადასტურებულია და ხელმისაწვდომია ყველაზე დაბალ ფასად, თანაც 100%-იანი თანხის დაბრუნების გარანტიით. ერთ-ერთი ჩემი საყვარელი ასპექტი და ამას ყოველთვის ვამბობ, არის ტრენინგი ლიზასა და რაიანისგან. ეს უკიდურესად მნიშვნელოვანია, სწორად უნდა ვიცოდეთ, როგორ გამოვიყენოთ ეს საოცარი პროდუქტები. და არა, ჩვენ არ ვახდევინებთ დამატებით 70, 80 ან $90 თვეში, მხოლოდ იმისთვის, რომ ეს ცოდნა მოგაწოდოთ. ყველაფერი შედის მხოლოდ 9.95-იან კლუბურ აბონემენტში. შეკვეთას რომ გააკეთებთ, სანამ თქვენი პროდუქტი ჩამოვა, თქვათ შეუკვეთეთ Daily Essentials Pack, რომლის ღირებულება $30-ზე ნაკლებია, თუმცა რეალური ფასეულობა $150 აღწევს.
რატომ? რადგან ჩვენ არ ვამატებთ საკომისიოს ფიზიკურ პროდუქტზე და აქ მხოლოდ ბადურ მარკეტინგზე არ ვსაუბრობ. ეს ეხება მთელ ტრადიციულ კომერციასაც. აი მაგალითი, წარმოიდგინეთ, რომ ქმნით პროდუქტს $10. ტრადიციულ კომერციაში ეს პროდუქტი ჯერ გადის სხვადასხვა ლოგისტიკურ ცენტრს. შემდეგ იგზავნება ადგილობრივ საწყობში. შემდეგ კი ვიღაცამ უნდა იქირაოს კიოსკი სავაჭრო ცენტრში. ან გაყიდოს ის კლინიკაში ექიმებისთვის, რომლებიც თავის მხრივ ორმაგ ფასში ყიდიან პაციენტებზე. ასე რომ, $10 წარმოებული პროდუქტი საბოლოოდ მომხმარებელს უჯდება 100 ან $150. რაც მე მინახავს წლების განმავლობაში ბადურ მარკეტინგში. სტატისტიკურად ადამიანები ამ ძვირადღირებულ პროდუქტებზე წყვეტენ გადახდას საშუალოდ 2.5 თვეში. თუმცა თავად პროდუქტები შესანიშნავია. რატომ? დღევანდელ საზოგადოებაში ხალხი გახდა გაცილებით ჭკვიანი და ინფორმირებული. ისინი აკეთებენ კვლევებს, შედიან ინტერნეტში და პოულობენ უფრო იაფად ან უკეთესად სხვაგან. ასე რომ, როცა საუბარია მომხმარებლის ქცევის ცვლილებებზე, ერთი რამ ნათელია. არავინ არ აპირებს გადახდას $200 ეთერზეთების ნაკრებში, როცა იგივე შეიძლება ბევრად უფრო იაფად შეიძინო, რადგან დღეს ხალხს ნამდვილად სჭირდება პროდუქტები და არ სურთ ზედმეტის გადახდა მარკეტინგის კაჯვის გამო. ამიტომ ირჩევენ ადამიანები ლივგუთს, რადგან აქ ფიზიკურ პროდუქტებზე საკომისიო არ არის. და სწორედ ამიტომ შეუძლია დოქტორ გუტკინს ჩადოს ჩვენი პროდუქტების შექმნაში ყველაზე მაღალი ხარისხის ინგრედიენტები, ისე რომ პროდუქტის ღირებულება თითქმის თვითღირებულებას უდრის. ის არ ზოგავს რესურსს საუკეთესო ინგრედიენტების საუკეთესო შედეგისთვის. და მაინც პროდუქტი გვეწოდება ღირებულებასთან მაქსიმალურად ახლოს. რატომ? იმიტომ რომ ჩვენ არ ვაკომისიებთ ფიზიკურ პროდუქტს. ეს შესაძლებელია მხოლოდ კლუბურ მოდელით. როდესაც გყავს 2 მილიონზე მეტი მომხმარებელი და მალე 30, 40, 50, 100 და 150 მილიონი წევრი გეყოლება, ყველა მომწოდებელი მსოფლიოში პროდუქტის თუ სერვისის სურვილს გამოთქვამს ითანამშრომლოს შენთან და ეს არის ლივგუდი. ჩვენ უკვე დავიწყეთ ფასების შემცირება ზოგ პროდუქტზე, რადგან მომწოდებლები თავად გვთავაზობენ შესანიშნავ პირობებს. ისინი მათ მართლა სურთ გახდნენ ამ ახალი კომერციული რევოლუციის სიყვარულისა და სამართლიანობის მოძრაობის ნაწილი. ტრადიციულად ექიმები მაგალითად ყიდულობდნენ პროდუქტს $10 და საკუთარ პაციენტებზე ასაღებდნენ $100. თუ საქმე ბადურ მარკეტინგს ეხება, კომპანიები აწარმოებდნენ პროდუქტს $10 და ამ თანხაში ცდილობდნენ ჩატეულიყო ყველა ხარჯი. მრავალი ოფისი, უამრავი თანამშრომელი, აღმასრულებელი პირები და მათი კაბინეტები. ამიტომაც მათ სჭირდებოდათ ამ პროდუქტის ფასის 10 მაგად გაზრდა. არა იმიტომ, რომ ინგრედიენტები ძვირიჭდებოდა, არამედ იმიტომ, რომ საკომისიო უნდა გადაეხადათ ფიზიკურ ნივთზე, ანუ თვითონ პროდუქტზე. ლივგუდი კი სხვანაირად მუშაობს. დოქტორ გუტკინს თავისუფლად შეუძლია შეიძინოს ყველაზე ძვირფასი და სუფთა ინგრედიენტები, რასაც ფული გაწვდება. იმიტომ, რომ ჩვენ არ ვაკომისიოთ ფიზიკური პროდუქტი. ჩვენ არ ვამბობთ ეს პროდუქტი დაგვიჯდა $14, მაგრამ უნდა გავყიდოთ 150. რადგან უნდა დავარიგოთ მანქანები, კადილაკები, დავაფინანსოთ 50 თანამშრომელი და 20 ოფისი. არა, ბენგლის კი ზუსტად იცის რას აკეთებს. მე მას სუფთად 40 წელია უკვე ვიცნობ და გარწმუნებთ, მან ზუსტად იცის, როგორ მართოს ეფექტურად კომპანია. დოქტორ გუტკინი და მისი მეუღლე ქმნიან დედამიწაზე ყველაზე დახვეწილ ნუტრიციულ პროდუქტებს, ინგრედიენტებით, რომლებიც პირდაპირ საუკეთესოდ ითვლება და თავად ბუნებას მოაქვს. და მე აქ ვარ, რომ დაგეხმაროთ, სანამ თქვენს მეგობრებს ლივგუდის შესახებ სხვებისგან გაუგიათ, ჯობია თქვენგან გაიგონ ეს პირველად. ახლა კი გაითვალისწინეთ, ჩვენ ვიწყებთ ფანდრეიზინგის პლატფორმის ამუშავებას და ასევე ვამზადებთ ჩვენი ჯანმრთელობის კლუბის მოდელის გამოშვებას. ლივგუდში გაწევრიანებული 10 ადამიანიდან დაახლოებით 3 ან 4 თითქმის დაუყოვნებლივ ეუბნება მეგობრებს, რაც აღმოაჩინა. რატომ? რადგან ვერაფრით დაავიწყდებათ ის, რაც აქ ნახეს. ეს არის ერთ-ერთი მთავარი საკვანძო სიტყვა, რომელსაც მინდა ყურადღება მიაქციოთ.
ვერ დაივიწყებენ ჩვენს ფასეულობას, იმიტომ რომ მსგავსი დედამიწაზე არ არსებობს. დღესდღეობით ყველაფერი იცვლება. ადამიანების, ანუ მყიდველების ქცევაც იცვლება. ისინი აღარ გადაიხდიან $100 კოლაგენის პროდუქტში სხვა კომპანიისგან. როდესაც ხედავენ, რომ ამ კომპანიას, ანუ ლივგუდს არ აქვს ის სურვილი, რომ ფულები გადაყაროს მანქანების, ტურისა და საჩუქრების დარიგებაში. მომხმარებელი ამას ხედავს და ამბობს: არა, მადლობა. იგი გადაწყვეტს შეიძინოს ლივგუდის პროდუქტი მხოლოდ $49, თანაც 90-დღიანი თანხის დაბრუნების გარანტიით, თუნდაც ქილად ცარიელი იყოს. უფასო სწავლება ლიზასა და რაიანისაგან, ასევე ჩვენგან. შეიძლება ვინმე ასეთ პირობებზე უარი თქვას და ძველ გზას დაუბრუნდეს? გამორიცხულია. დღეს ადამიანებს აღარ სურთ გადაიხადონ გადამეტებული თანხები, რომ ვიღაც მდიდარი ექიმი გამდიდრდეს, ან მარკეტინგული პაკეტების ზედა საფეხურზე მყოფებმა მანქანები აიღონ და იგულაონ და იგრიალონ. არა. მომხმარებლის ქცევა შეიცვალა. დღეს ხედავთ, რომ მრავალი გიგანტური მაღაზია, როგორიცაა Nordstrom ან Saks Fifth Avenue, ბანკროტდება, მაგრამ ამავე დროს კომპანიები, როგორიცაა Costco, ყავს 120 მილიონი წევრი, რომლებიც იხდიან ყოველთვიურად $14.95, მხოლოდ იმისთვის, რომ 2 ლიტრა კეტჩუპი იაფად იყიდონ. Amazon-ი 220 მილიონზე მეტი პრიმე წევრი ყავს და იხდიან $14.95 ყოველთვიურად. რატომ? იმიტომ რომ თუ რაღაც ნივთზე ოდნავ ზედმეტს გადაიხდი, სანაცვლოდ მაინც მიიღებ უფასო მიტანას ან სხვა უპირატესობას. ეს ყველაფერი გვეუბნება ერთ რამეს. ყველა უკვე ხვდება კლუბური წევრობის ძალას და სიბრძნეს და სწორედ ეს არის ლივგუდი. აი რატომ შეუძლია ჩვენს კომპანიას მოგვაწოდოს ყველაზე მაღალი ხარისხის ინგრედიენტები ყველაზე დაბალ ფასად. როგორ? რადგან ჩვენ არ ვაკომისიებთ პროდუქტს, ჩვენ ვაკომისიებთ წევრობას. ლივგუდმა გადაიხადა უკვე $100 მილიონ-ზე მეტი ჩვეულებრივ ადამიანებში, ისეთებში, ვინც უბრალოდ უზიარებს სხვებს იმას, რაც თვითონ აღმოაჩინეს. თანაც მათ შორის არიან მარკეტინგის ცნობილი ლიდერებიც, რომლებმაც თქვეს: მინდა საქმე გავაკეთო პატიოსნად. თუმე ვეხმარები მარტოხელა დედას, რომ შეიძინოს ეთერზეთების ნაკრები, მინდა რომ მან გადაიხადოს $50-ზე ნაკლები თანხის დაბრუნების გარანტიით. არა $200, რომ ვიღაც სხვა მანქანა იყიდოს და ასე იგრიალოს მისი ოფლით. როცა ადამიანები, ვინც ბადურ მარკეტინგში იყვნენ, შემოდიან ლივგუდში, ზოგიერთი მათგანი მართლა ხვდება: ღმერთო ჩემო, აი რა ჰქვია ნამდვილ ბიზნესს. ახლა კი დაუბრუნდეთ მთავარს. საპირწონე შემოსავალი, ანუ შემოსავალი, რომელიც გრძელდება ყოველდღიურად. მხოლოდ იმაზეა დამოკიდებული, გააგრძელებს თუ არა ადამიანი $9.95 გადახდას კლუბის წევრობაზე. მოდი გულწრფელად ვთქვათ, ვინ გააუქმებს ის ადამიანი თუ ადეკვატურია და ნორმალურად დაზროვნებს ასეთ წევრობას, რომელიც ყოველთვიურად 40, 50, 60 ან $80 აზოგინებს მხოლოდ იმ პროდუქტებზე, რაც ისედაც სჭირდება და ახლა შეუძლია ხელმისაწვდომ ფასად შეიძინოს. ნაბიჯი პირველი, შეუკვეთე პროდუქტი. ყველა შეკვეთას თან ახლავს 100%-იანი თანხის დაბრუნების გარანტია. მაგალითად, თუ შეიძენ ჩვენ Unlimited Wellness Packs, რომლის ღირებულება დაახლოებით $450-500-ია, თქვენ იხდით მხოლოდ $99 ყველანაირი შეკითხვების გარეშე. ეს ნიშნავს, რომ $300-მდე დაზოგეთ. აი ეს სიხარული გამოიყენეთ, ეს შედეგი და გააცანით ყველა თქვენს ახლობელს. ეს უნდა გააზიაროთ, რომ ადამიანები მიხვდნენ, რაში იხდიან ამ $10. ნაბიჯი მეორე. ისარგებლეთ ყველაზე სრულყოფილი ჯანმრთელობის ანალიზით მსოფლიოში. სხვა კომპანიები გეტყვიან: გავაკეთოთ ჯანმრთელობის შეფასება, მოგვაწოდეთ თქვენი ელფოსტა, შემდეგ გისვამენ 2 შეკითხვას და გთავაზობენ სრულ ვერსიას $175-დან $250-მდე ფასად. ლივგუდში ეს ყველაფერი უფასოა. პირად კაბინეტში არის ბლოკი My Free Health Report. აი ეს არის მართლაც ყველაზე სრულფასოვანი ჯანმრთელობის ანალიზი მთელს პლანეტაზე.
შეავსეთ გულწრფელად, მიუთითეთ საუკეთესო ელფოსტა და გააგზავნეთ კომპანიაში. მოგხედავთ პირადად ლიზა რაიანი. არავინ სხვა ამ ინფორმაციას არ იხილავს და ვერ იხილავს. ჩვენ გვინდა რომ მაქსიმალური შედეგი მიიღოთ ჩვენი პროდუქტებიდან. ახლა კი მოდი გავიგოთ რეალობა. ყველა ვიზეც კი ფიქრობთ, დედამიწის ნებისმიერ წერტილში დროთა განმავლობაში გაიგებს ლივგუდის შესახებ. ეს შეიძლება მოხდეს ვარსკვლავების რეკლამით, ფიტნეს დარბაზიდან, ფანდრეიზინგიდან, მეგობრის პოსტიდან, ან უბრალო ბაზრობაზე, სადაც ეუბნებიან, შეიძლება $65 CBD ზეთი მხოლოდ $20 შეიძინო. თქვენი მეგობრები აუცილებლად გაიგებენ ლივგუდის შესახებ, ან თქვენგან, ან სხვისგან, ისე ჯობია თქვენგან. ცოტა ხნის წინ Facebook Marketplace-ზე ვნახე, როგორ აპირებდნენ ჩვენი მეთილენის ლურჯის პროდუქტის რეკლამირებას. მცირე შენიშვნა. ამერიკაში ახლა ძალიან პოპულარულია ერთ-ერთი სატელევიზიო შოუ, რომელიც ჰოსპიტალის გადაუდებელ განყოფილებას ეხება. მათ ბოლო ეპიზოდში, რომელიც ყველაზე რეიტინგული იყო, მეთილენის ლურჯი 7-ჯერ ახსენეს. აი ეს ნიშნავს, რომ ჩვენ ვუსწრებთ დროებას და თან არ ვახდებინებთ ადამიანებს ზედმეტს. ახლა უკვე ადამიანებს ნამდვილად შეუძლიათ ჩვენს პროდუქტებზე ხელმიწვდომა. რას უნდა ვაკეთებდეთ? შეავსეთ ჯანმრთელობის შეფასება, გააგზავნეთ კომპანიაში, შემდეგ მოუყევით ყველას, ვისაც კი იცნობთ იმ საოცარ რამეზე, რასაც ლივგუდი ჰქვია. მოდი წარმოვიდგინოთ, გთხოვთ ყურადღებით მომისმინეთ. თუ არ მართავთ ავტომობილს, დახუჭეთ თვალები. წარმოიდგინეთ, რომ წარსულში ვართ. იმ დროს, როდესაც Amazon-ს ყავდა მხოლოდ 2 მილიონი პრიმე წევრი. დღესდღეობით და დღევანდელი მონაცემებით Amazon-ს ყავს 220 მილიონი პრიმე წევრი. ეს თითქმის მე-4 მილიარდია. და ყველა მათგანი იხდის $14.95 ყოველდღიურად. რატომ? რადგან თუ ზედმეტად გადაიხდი რაღაცაში, მაინც გაქვს სასარგებლო სერვისი, მაგალითად უფასო მიტანა. აი ეს არის კლუბური მოდელის ძალა და აი რატომ არის ლივგუდი მომავლის გზა. თქვენ არ იხდით ზედმეტს, გთავაზობთ საუკეთესო ხარისხს და ღებულობთ მთლიანად აბსოლუტურ 100%-იან გარანტიას. ჯანმრთელობის მიმართულებით და ფინანსური კუთხით. ლივგუდი ეს მთელი მსოფლიოს აწმყოდა მომავალია. დარჩით ჩვენთან. მოგესალმებით ჩემო ძვირფასებო, დიდი სიყვარულით და სითბოთი. აი ხა ეს იყო რისი გადმოთარგმნაც მე თქვენთვის მინდოდა და წარმედგინა ჩვენი კომპანიის ერთ-ერთი დამაარსებელი ნოუდერ ხაზანი, რომელიც არის ლეგენდა მარკეტოლოგი, რომელსაც ძალიან კარგი სახელი აქვს საერთოდ ამ მიმართულებით და ძალიან ბევრი უამრავი მსოფლიო დონეზე იცნობენ ადამიანები მას როგორც უკეთილშობილეს ადამიანს. ამიტომ მე დღეს გადავწყვიტე თქვენთვის წარმედგინა უშუალოდ ეს პიროვნება და მისი ეს ბოლო, ასე ვთქვათ, მონახაზი, ეს არის წინა ხუთშაბათის, უფრო სწორედ აი ამ ხუთშაბათის ჩანაწერი, ფაქტურად სულ ახალია, წარმოიდგინეთ და გადავწყვიტე ეს გადამეთარგმნა თქვენთვის და მე პირადად ვარ ძალიან დიდ ემოციებში, იმიტომ რომ სასწაულით საინტერესო რაღაცები გითხრა ახლა ამ ადამიანმა, თქვენ თუ ყურადღებით მოისმინეთ, რაზეც საუბრობ და აი უშუალოდ ეხება ჩვენ სიტუაციებსაც, ჩვენ პრობლემებსაც, ჩვენ საკითხებსაც, რაზეც დაფიქრება გვჭირდება და გაანალიზება რაღაც საკითხების. აი ხა როდესაც ეს ყველაფერი თქვენ მოისმინეთ, გთხოვთ უბრალოდ ერთი წუთით შეჩერდით და დაუკვირდით თქვენს ცხოვრებას. რას ვაკეთებთ დღეს, რომ ხვალ უკეთეს რეალობაში გავიყვიდოთ? ვივართ სინამდვილეში, ამაზე გვფიქრია ოდესმე? ადამიანები, რომლებიც უბრალოდ არსებობენ, თუ ისინი, ვინც სხვებს უკეთესი გზისკენ მიუთითებენ. ეს ხომ ეს საქმეა, რომ ჩვენ სხვებს ვეხმარებით უკეთესი გზის ჩვენებაში. მე ლიგუთში იმიტომ არ მოვედი, რომ უბრალოდ პროდუქტი ან ფინანსური მოგება მიმეღო. არც გარანტიების და ციფრებისთვის მოვედი. მე აქ მოვედი ღირებულებების, სიყვარულისა და სამართლიანობის გამო. ალბათ ყველა ამჩნევთ ამას. ჩემი სრულიად ჩემი ცხოვრებით ვაჩვენებ ამას, რადგან ლივგუდი არ არის უბრალოდ კომპანია, თქვენ ალბათ დააფიქსირეთ ეს, ხო? ეს არის სისტემა, რომელიც ადამიანს აძლევს შესაძლებლობას იცხოვროს ღირსეულად, იყოს ჯანმრთელი, დაზოგოს ფული
და ამავდროულად გაუზიაროთ სხვებს გზა, რომელიც დაფუძნებულია სიმართლეზე და სინდისზე, რაც დღეს ძალიან დიდი იშვიათობაა. დღეს თქვენ გქონდათ შესაძლებლობა გაეცნოთ სისტემას, რომელმაც უკვე ათასობით ადამიანის ცხოვრება უკეთესობისკენ შეცვალა და არა მხოლოდ მატერიალურად, არამედ სხვა მიმართულებებითაც. იმიტომ რომ აქ სინდისზეა აგებული ყველაფერი. ეს არ არის მორიგი რაღაცა მარკეტინგული ქსელი, ან კლუბი, ან კომპანია და ასე შემდეგ. ეს არის მოძრაობა, ხვდებით. მოძრაობა თავისუფლების, ცოდნის, ჯანმრთელობისა და ადამიანური სოლიდარობისკენ. ხვდებით ამას? ჩვენ ვუბრუნდებით ფუნდამენტალურ ღირებულებებს, რაც ასე ძალიან აკლია ჩვენს თანამედროვეობას. ლივგუდი არ არის უბრალოდ ბრენდი. რა თქმა უნდა, ჩვენ ბრენდი მივიღეთ, ეს სასიხარულოა, მაგრამ ეს არ არის უბრალოდ ბრენდი. ეს არის არჩევანი. არჩევანი, რომელსაც შენ აკეთებ შენთვის, შენი ოჯახისთვის და იმ ადამიანებისთვის, ვინც შენს ირგვლივ ცხოვრობენ. და დასასრულად ვთქვათ, არ შევეცდები, რომ არ გამიგრძელდეს საუბარი, თუ თქვენ არ გაუზიარებთ ლივგუდი, თქვენს ახლობლებს, ისინი მაინც გაიგებენ ამაზე. უბრალოდ სხვისგან გაიგებენ, ასევე თქვა ნოუდერ ხაზანმაც. და როდესაც ეს მოხდება, საკუთარ თავს აუცილებლად ვკითხავთ. რატომ არ უთხარი მე? რატომ არ გავხდი ის ადამიანი, ვინც პირველმა გაუნათა გზა აი ამ საოცარ კომპანიისკენ, ამ სამართლიანობისკენ? დღეს თქვენ ხელში გიჭირავთ არჩევანი. გაქვთ ძალა, გაქვთ ხარდაჭერა. ნუ გადააქცევთ ამ დღეს ჩვეულებრივად. გადადგით ნაბიჯი, გააკეთეთ სიკეთე, გაუზიარეთ ადამიანებს გზა, არა მხოლოდ უკეთესი პროდუქტისკენ, არამედ ღირსეულად ცხოვრებისკენ. ეს ყოველთვის გულიდან ამომდინარეა ჩემი სიტყვებით, ამასაც როგორც ატყობთ ალბათ და გრძნობთ, იმიტომ რომ ადამიანი ყოველთვის გრძნობს სიყალბესაც და გულსაც. აი რასაც ვამბობ, ყოველთვის ვამბობ გულით. თუ ჩემს სიხმაში იგრძენით სითბო, ეს იმიტომ რომ ის რეალურია. და თუ ყველა ჩემს მოძრაობაში რაღაცა სინათლეს ხედავთ, ესე იგი ეს სინათლე მართლა არსებობს. ახლა თქვენი ჯერია, გაბედეთ, გადაწყვიტეთ, გააკეთეთ და იცხოვრეთ კარგად ლივგუდთან ერთად. მადლობა ყურადღებისთვის.